გამარჯობათ ხალხო. მოგესალმებით. როგორ ხართ? მური როგისფრია. რაიმე. სადა? ვერ მიშვია კაც? მოყაზე. აი აქ. არ ვერ ხედავ არა ჩანს, არა არის მური. გულარი მოვხედავ და შენ ბრმა. არ შეინჩინოთ ხალხო ვითომ არაფერი არა. როგორ ხართ? როგორ ბრძანდებით? როგორ გიკითხოთ? როგორ ხართ ხალხო? რა ხდება თქვენსკენ ახალი? ჩვენსკენ ძველებურად კონფეტებს ვაკრა. ჯოგის არ უყვარს ესე. რა მიყვარს ვითხის ცურცლებს აკავს არის. ერთი ვიწევი. ცურცლებს არ აკავს იმის ცურცლებს გასოფიო თხის. შეგნიათ ისმიში ხალხო. კიშმიში არ არის. ბაბა. რაღაც ჩირია. ხო და ჩირი კიშმიში არის. კიშმიში არის ყურძნის და ეს სხვა რაღაცის არის. ეს სხვა რაღაცის კიშმიშია. რა ხდება თქვენსკენ კარგი და ვაიმე. ზეგან TikTok, Facebook-ში წამომიგდო ქალაქში რო არ ჩამოსული რა ქვია იქ გას. ეგ დონაში ცეკავს. სადა? ვიღაცებზე ცეკვება ქალაქში, ქუჩაში. ერთი ამბავი არის კიდე და კომენტარებში წერია ხალხო კიდე მაგას გადარევა უნდაო. ხო, აბა ხალხიც იმას აჩვევა რა ქვია. სპეციალურად ვითომ იმას აჩვევა რა ქვია. და მსოფლიო არ სკოლა ვიგონია თავის თავი. მე მგონია მართლა ვერ არის ეგ საი მე რაღა ქნა მერთო. რა შველება? გონია რომ სპეციალურადაც აკეთებს. ძალიან მშვენივრადაც არის, კარგადაც არის და სპეციალურად აკეთებს. აი მე ვერ არის ეგ გიორგი, აი სერიოზულად ვერ არის და. სპეციალურად გაგიჟება არ გაგიგია. სპეციალურად ჩაოლებრივად გაგიჟდები. სპეციალურად როგორ უნდა გადავიდიო და როგორ უნდა შევიცვალო ის სპეციალურად, აი რაღაცა მოზიდვის გამო. მოიზიდოს ისინი რა ქვია ბახურებლები და ეხლა ბინას ითხოვს. ისაო რა ქვია, თავარია მე ღმერთთან ახლოს ვიყო და ეკლესია მქონდესო ბინაო და თბილისში სადმე იქნება ეკლესიასთან მქონდეს ბინაო და სადმე იქნება არ მაინტერესებსო. შეიძლება მორწმუნეც არის გიორგი, არ არის გამო. მორწმუნე ხო, მაგრამ ითხოვს დედა, მაგით ითხოვს, რომ ვიღაცამ უყიდოს ბინა. კაი რა. ზედმეტებში გადავიდა უკვე ხალხი. ძალიან. ყველას თავის გაჭირვება აქვს, შენი ბინისთვის ვის არია ვერ გავიგე. არა, უბრალოდ იცი რა არის, ეგ აი ხალხო მე არავის საქმე არ არის ვირას გააკეთებს, მაგრამ აი მართლა უკვე ზედმეტობა. ძალიან ზედმეტებშიც გადავიდა და აი მაგას როგორ ურიცხავენ პულებს. მართლა ვინც იმსახურებს იმას კი არ დაურიცხავენ. აი მაგალითად ბავშვმა, აი მანანამ რო დადო ის ბავშვის ისა, გაჭირვებული ბავშვი. იმას ჩაურიცხე შედალოცვილო გაჭირვებულს. რაღა იმ უტაბოლო რაღაცებში ურიცხავდა. ხო, სისულელე რაღაცებში. დგას და ემაგ ხელა ქალია მე თუმეტეს. ღერის რა სამღერა. გავიდა შეუძლია იმუშავს. მღერის უაზროდ მღერის, აი რატომ უნდა იმღერო? დედამისი კიდე კარგად არის მაგის ხელში, უბედურთალი. შვილი ყავს მაგას? შვილი ყავს ხო, შვილი წაართვეს. რაზე? წაიყვანეს. პირობები არ აქვს დედა, დალაგებული ვერ არის. აბა სახსნი მშვენივრია, აბა სადიო. სენდაკ მას, თურმე ქმარები ყოლია ჰარამხანა. ხალხო. არა, ხარამხანა კი არა, რა უნდა გითხრა. აბა ის კაი სახში რო არის სად არის? ნუ მე ნაკირავებში ავეგური. და ის რაღაცეები რო აქვს ისა დინამიკი და ისინი რო დინამიკები იყიდა, რაღაცები იყიდა, ქვეყანა რაღაცები იყიდა. რაც ურიცხეს ბულები, დაეგროვებინა და ბინა იყიდა, ხო? მე მაგეებს ხიტოს. ერთხელ იმღერა მღერის ხო და უკან დალაგა ყვავილები რომ ლამაზი იქნება ალბათ და რომ სიმღერა როგორც დაიწყო ლარნაკი გადაყირავდა. ისე ამის ხვით ლარნაკი უყდა. მე კომენტარებში უწერდი.
ლარნაკიც კი გადააყირავა, იმასაც კი მოფეს და გაქცევა უნდა. თან ჩაიცავს ფუფუდია კაბას რაღაცას. ვერ არის. ფუფუდია კაბას. ხო, ეგრე ივაცვია ხოლმე ფუფუდია. ქართული სიმღერები ხომ მოსპოდა მოანადგურა. ახალწილზე კიდე იმღერა ჯინგლბეო და რაღაც სხვა სიტყვებს იმას აშვებოდა. ჰა? ჯინგლბეო რა იცი და რაღაც სხვა სიტყვებს იმას აშვებოდა. ინგლისური საერთოდ იყო. ვაიმე გიორგი, ხმეს თომაპატი მასლა არ უნდა. აი ინგლისური სიმღერა ხო და საერთოდ დაასხა. მე თურქულზე გადავიდა. თურქულ კეთარაც იმას დაგვიძაბავს ეს მე მგონია ქვია. სიტუაციას. წეღანა უყურები და უყურები როგორც ეკავდნენ ბიჭები აჭარულს. და ისე რეფშებოდა. ესე შვება. ესე ეგეთებს. ესე ეგეთებს. მე ხები მერე ფერზატიკლავებს. ხო. სუხიშვილებში დავდიოდი ცეკვაზეო. გონია მართლა ცუდუარი რა, ვაიმე. სასაცილო კი არ არის, მაგრამ მართლა საპირა. ისე სიმართლე რო გითხრა ამ ინტერნეტმა ამ ხალხს ზაად დაარეკინა და როდემდე იქნება არ ვიცი. ეს ხალხისაც მისეს ხალხსაც კი მეტი კი არ უნდა ღადაობს ყველაფერზე. ღლიცინებენ ყველაფერზე აბსოლუტურად. აი გიორგი ეს სიტყვაზე ავიღოთ ახლა. ნამდვილად ახლა მე რო შემხვდეს იქ პიროვნება კი არ ვიღლიცინებ, ხო? მივალ და ვეტყვი სერიოზულად. რომ ნორმალურად მოიქცეს. ვაიმე. ხალხი აღლიცინებს. მე მაგალითად არ დაუდგებოდი მაგას. გოძი, ვაიმე. სადა მაქვს ნერვები? ისე ფანტაზიები სადა აქვს ხალხო. კომენტარებში ვხედავ რომ ყველა თითქმის მთელი საქართველოს ლანძღავს და აგინებს და იმას აშვებია. სადა ისინი რა ქვია? ლაივში მე რო დაждდება. ეტო კითხვაც არის ის გონია. ფანტაზიები სადა აქვს? მადლობაო, ყველას ვყვარო რომ მთელი მსოფლიო მიყურებსო. რა მთელი მსოფლიო, მთელი საქართველოს ლანძღავს და აგინებს. ზოგი დაურიცხავს ერთი თეთრიო, ერთი თეთრი თუ დაიწყა 1000 ლარი დამერიცხესო, 10000 ლარიო. 10000 ისიც არის ის. ისაო რა ქვია, 5 თეთრი თუ დაერიცხა 5 ლარი და 5000 დამერიცხესო, 50 თეთრი დაერიცხება 50000 დავერიცხესო. რა 50000 ხალხო? თან ფურცელი რო აქვს ჩამოწერილი. ფურცელზე აქვს რაღაცა დაწერილი და იმას კითხულობს ხოლმე. აკრა გქნდკი. სადა? თუ არა, მომეჩი. სადა რა? ახლა ნატკი მიგონ. რას კითხულობს კიო? ფურცელზე აქვს თურმე და ფურცელი უჭირავს. უდევსი და ფურცელზე კითხულობს. რას კითხულობს? რაღაცებს მე რა ვიცი, ალბათ იქ უწერია რაღაცა ისინი რა აქ რო თქვას მე ვიდეოში. ან მართლა ის არის რა ქვია? მართლა თვითონ შურები, თვითონ აკეთებს, ან კიდე ვიღაცა განაგებს. ვიღაცა იუნება მაგ ყველაფერს. ეს რა უბედურება რა არის? ის გიორგი ვიღაცა რო არის. ისაო რა ქვია, გიორგი ვიღაცა რა გვარი არის რა ვიცი. შოთო სიხარულიძე. არა ტიკტოკერი რო არის ეს ისა იყო. ისაენ დღეს კიდე გოგოჭური, გიორგი გოგო. იქ იყო ტელევიზიაში მოწვეული. ტელევიზიაში რო იყო. რუსთავიორზე. ესე გასართობი ის კი იყო სიმღერა, მაგრამ იმ პროექტის არ იყო ის სიმღერა და არ გაუშვეს. და უბრალოდ ყოველ შაბათს არის გადაცემა. სამშაბათს. თუ სამშაბათს. ყოველ სამშაბათს. ძალიან მომეწონა ეგ გადაცემა მე. დღეს არის ისა. ეთამაშე შაზამს. ეგიც კარგი გადაცემა. მომეწონა. ეთამაშე შაზამს. ეგეც მომეწონა. და სხვათა შორის აი სერიალი აი გუშინ სერიალი 9 საათზე რო არის. ხო, რა მაგრამ ხა გამოიჩინა იქალმა. იმან თავგაგულმა, ხო. ხო, მოკვდება იქ. მოკვდება ვიცი. მართლა გულში ტევას მიიღებს. გულში ტევა იქნება, ხო. სინამდვილეში მოიტყვა გულში.
გუში მოიტყვა ვიცი და მართლა იქნება ის არა ქვია სერიალი არ ვიცი ხო შეტევა თავდება სრულდება ის არის რა ქვია ხუთში ის იწყება რაღაც წერილი თუ რაღაც უგარო დადიან სხვადასხვანაირი მართლა სასიამოვნო ის ბოლო მომენტები მართლა კარგი იყო რა როგორ ამოხდებოდა და მოკლედ ის მოხუცი კაცი როგორ ნერვებს მიშლის შვენიერი ქალია შვენიერი გობის ქალია ის თავის წოლი და რა ახალგაზრდა თავის შვილის ტოლის ქალებთან გარბის ჯერ ის რა ქვია ალევი ყავდა ახლა მოკდა ახლა კიდე ეს გოგო ამ გოგოს გადაეკიდა მე მარტო მაგაც კი არა ქალებსაც ჯანდაბაში აქვს თვალები ხო მამის ტოლა კაცები არიან მე რა ვიცი არ ვიცი რა სუჭკოზე და დანაყეს ტვინი ამ ხალხს და მე რა საქმე ზორო წავიდა შვილებს ასავლის შვილებს არიგებს ხო არიგებს აი სხვათა შორის მე არ მომწონს მოგისაქციელი არიგებს აი მაგხელა კაცი რო იმას აშვება თვითონ აკეთებს და შვილს რო არიგებს რეალობაში შეიძლება მოხდეს თვითონ გლახას აკეთებენ ზოგი და შვილებს არიგებენ მე ხო აი მითხარი აი როგორ უნდა დაარიგო შენი შვილი ესეთი მსგავს რაღაცა რო გააკეთო ჯერ ერთი სიტყვაზე ავიღოთ აი სიტყვაზე ავიღოთ მიდი და ელემენტარული შემოდი აი როგორ უნდა შემოხვიდე და შეიძლება აჰა ქმარს ჯანდაბას აი თქვა სიტყვაზე ავიღოთ ხალხო ქმარზე აღარ არის აი ღალატზე წავიდა ლაპარაკი აი კაი თემას წამოვიდა ქმარს ხო თქვა სიტყვაზე მაგრამ აი ქმარი დაიკიდე ბოდიში ამ სიტყვაზე ნამდვილად არ სიამოვნოს ეგეთი სიტყვა აი ქმარი არაფრად აღარ მიგაჩნია შვილს როგორ უნდა შეხედო თვალებში გინდა მამაკაცმა გინდა ასევე კაცმა ძველი რო ძოლს დაანებე თავი და ქმარს კიდე შეიძლება დაიკიდო საერთოდ მაგრამ შვილს მით უმეტეს პატარა ბავშვები ხო არ არიან ახლა ის ბიჭები რამხელა შვილები ყავთ და ცოლები ყავთ უკვე და შვილები ყავთ და შვილები ყავს იკაც ხო და როგორ უნდა ასწავლო შენ შვილს როგორ უნდა შეხედო თვალებში მოხვიდე ღამე და თვალებში როგორ უნდა შეხედო მსგავსობა რაღაცა ნამდვილად ახლა არც კაცისგან არ არის ღალატი საპატიებელი და არც ქალისგან ნამდვილად არც ქალს ეპატიება ღალატი ერთხელ არ გაგიმართლებს თქვა სიტყვაზე ავიღოთ მორჩა შეეშვი იმ ყველაფერს მე ზოგმა იცის სხვათა შორის ერთხელ უღალატებს დავხუჭავ თვალებს ეგ არაფერი რას ქვია ეგ არაფერი ვერ გავიგე არა განაიმე იმაზე კი არა შეეშვი იმ პიროვნებას თქვი უარი მორჩა ნუ გაგედებ ცუც გინდა არც კალმა მიხედე ოჯახს მე ეგეთი აზრი მაქვს რავი არ ვიცი მე რა ვიცი თან მით უმეტეს იქალი კიდე კი ღირსია იმას აშვება რა ქვია ის არ გააკეთო ეს არ გააკეთო და თავი ქმარი ყველაფერს აკეთებს ხო იმ გოგოს საცუდავი დასუშვებოდნენ იმას აყოლებდნენ ვიღაცა იმამიო თუ იმამს აყოლებდნენ ხო და სინამდვილეში არც იმ ბიჭს არ უყვარდა და იმამს არ უნდოდა იმამი უნდოდა იმას მაგრამ მე დაფიქრდა ის ბიჭი შეუყვარდა მეორე თავიდან ეგ იმამი უყვარდა მაგ გოგოს და მე ის მეორე ბიჭი შეუყვარდა და აყოლებდნენ ამას იმამს აყოლებდნენ სინამდვილეში და რა სისულელია რატო უნდა გააყოლო ვიღაცას ახლა შენი შვილი როცა არ უყვარს ხო ძალით მე რაო ზოგი იძახის სიყვარული ოჯახურ ცხოვრებაში იქნებო რო არ შეიქმნას მე აი ზუსტად გიორგი მე ინგრევა ახლა მე ძალით რო აყოლებენ ზუსტად იმიტომ ხოცავენ ხოლმე ერთმანეთს და ის არის რა ქვია იმიტომ ხდება ეგეთი რაღაცები რომ ინგრევა ოჯახები მე გაჩნდებიან ბავშვები და ის არის რა ქვია აყურებინებ იმ ბავშვებსაც ძალადობას ცოდოს ჩადიხარ ელემენტარული ღალატი კაცისაც ღალატია ქალისაც ღალატია რა მნიშვნელობა კაცმა თქვა და კიდე ამ ვერსიას ვერ ვიტან კაცია და აი ამ კაცია ვინ დააგეგმა და ვინ დაანერგა იქ რაღაცა უაზრო რაღაცა რო აი კაცია და მე რა ეპატიება კაცია მე რა უნდა გაიაროს კაცმა თავარია ცოლმა არ გაიგოს ცოლის სახლში ესე იგი როგორ ის არის ცოლი უნდა ყავდეს ცოლი არის მონა რა
ეგეთი ისაა. კაცს ყველაფრის უფლება აქვს. კაცს კი არა. უნდა დაუდგა იმ კაცსაც კუბო და იმის საყვარელი ძედ უნდა დააწვინო. ზალაში პირდაპირ უნდა გაჭიმო და მაგის თქმელის. არც კაცის და არც ქალის ღალატია. არც კაცის ღალატი არის. ხო, აი მაგალითად ქმრის ღალატი გაიგე, ხო? უნდა დაუდგა ზალაში კუბო და ის თავის საყვარელი ძედ უნდა მიაწვინო. ქალიც ასევე. ზედ უნდა მიაწვინო, უნდა დაუდგა კუბო და ისიც ზედ უნდა დააწვინო კიდე. ერთ კუბოში უნდა ჩააგდო ორივე. იმასაც კი არის საყვარელი. გაატანო მტკვარში. უნდა უბრალოდ არა. თუ არა უნდა ხარ, ხო? არც კუბო უნდა დაახო. მეტეხის ხიდიდან უნდა გაისროლო პირდაპირ თავი კუბოიანა. უნდა წაი უთხრა. შენ გზაზე წადი, რაც გინდა ის გიქნა, გინდა თავდაყინა და ესი და გინდა ათაბათა. გასხი. აი ეგრე უნდა უთხრა, გასხი აქედან. მიბრძანდი შენ საყვარელთან. ხო. არ დაგინა ხო აქ შემასული. ხო და რამდენი ხანს იქნება მაგის საყვარელი ეგ რა ვიცი. კიდე ის ილდიზი რო არის. ხო. ის რა ქვია? მოიყვანა, რავარი ქალი მოიყვანა და რავარი ქალი ყავს და დადის ვიღაცა დაბრეცი. კიდე ის კინო რო არის, ხო, რა ქვია? აკრძალული. ხო. ხალხო ვინ უყურებს მაქსიმ? ვინ უყურებთ ხალხო? და ილდიზის მხარეზე ვარ. ვაიმე. როლებში ვარ შეჭრილი. რავარი ქალი ყავს, როგორი ლამაზი გოგოა, ხო? შვენიერი გოგოა. არაფერი აქვს ნაკლი. და ვიღაცა დაბრეცითან და. არა, არც ის არ არის ცუდი გოგო, მაგრამ ილდიზი ბევრი. რა საგავს არიკა და იგრიხება უშუალოდ. ილდიზი ბევრი. იმას ჩანთებია კერია პირზე 24 საათი. ილდიზმა ხო გაუჩალიჩა ჩა. ხო გაუჩალიჩა ეგრე. ხო მიუსა კარგად წითელი ღვინო და ყდაზე. მე არა, შეუცვალა ჩანთა. ჩანთა შეუცვალა და იმით დაასხა, მე ღვინო დაასხა. იმ ჩანთას რომ მიყავდიო. კაი ჩანთა თვითონ დაიტო. ხო. ეგ ჩანთა მით უმეტეს ძვირია. ხო და ელემენტარული. აი სიტყვაზე ავიღოთ, აი უთავბოლო რომ მსგავსო რაღაცეები ხდება. აი მართლა ილდიზი ძალიან კაი გოგო ახლა მომწონს და ჩაგათაიც ისა. მართლა შესაფერისები არიან. იქ ხალი რა გამორჩდა ის ვიღაცა. იმ მამამისიც რა უხერი ვიღაცა არის. ხო. ყოფას უტირებს. აი მაგ ჩაღათაისაც დასვავს ისე. შრალზე. ილდიზი დაჭდება. იმას დაუბრუნდება იქაც მეგონი პირველ ქმარს. ილდიზი არის გენერალური დირექტორი გახდება და ეს არა მიხარ. შამინივენში. იო, ილდიზი. მაფიოზებს რო ყავთ ხოლმე თურქებს. თურქებს რა ვიცი სულ ეკავთ მაგებით დადიან. აუ რა მაგარია, მშვენიერად. აი ეგრე უნდა მაგნაირად. მაგითი მოდის და იმ კაცს ნახავს და სახში მიიყვანს მერე. მე ის ენდერია მაგარი ქალია. ენდერიც ჰელო. ჰელო. ორ დესიაცეს. ჰელო. ესეც. ო. ჰელო. ой, ვერა საყვარელი ქალი. მაგარი ქალია. თან სხვათა შორის მაგარი ქალია. ხო. იმას აშვება რა ქვია. არ პატიობს არავის. ჰელო. უხდება იმებს, ჩანაფიქრს. მაგაცაც მიუხვდა იმის მაგას. იცის, განა არ იცის. რა ხდება? ჩანაფიქრს. მიუხვდა, მაგრამ იდიზი რო დედას იპილებს, ეს კი არ იცი. ჰელო. ილდიზის მხარეზეა იგოგო. ეს ენდერი ხო? ენდერი. ის ერთი რო იყო ის მეორე, რა ერქვა? შაიკავიმე. აი, ის ინტრიგანი ქალი. ესე იგი, ინტრიგებს ხლართავდა? ნუ ხან გაქრა, ხან შემოქრა, ხან მი. ხან სიკვდილი გაითავ, შეიძლება ხლა ცოცხალია რას გაიგებ. ჰელო. რო გამოჩდეს უცბად. ხო და აი გუშინ კიდე დღევანდელ სერიაში კიდე იმის დედამ ჩაუშალა იგი. დებილია ის ქალი რა. ერთი გარაყოფდეს კიდე ყველგან ცხვირს. ჩაუშალა გეგმები რა. რა. გეგმები კი ჩაეშალა მაგას ის უნდოდა. რა ქვია? ჰასანალი მარა. სად არის ჰასანალი? ჰასანალის ცოლობა უნდოდა, მაგრამ რა მოკვდა. ტურბა მოკვდა. ჰელო. ეს ილდიზი ასე იცის. მე ასე რო იცის. ესე იცის ხოლმე, ხო. აუ. რატო შვება ასე, აი? ესე აკეთებს, აი. რა ვიცი. ეგ რა ვიცი რას ნიშნავს. რაღაცას ნიშნავს ასე შვება. რე შვება.
მომღერალია. სხვათა შორის ისიც მომღერალი ყოფილა. ვინა? რა ქვია, ვიღაცა მომივარდა. ვიღაცა მომივარდა მღეროდა. ვინ იყო? ემაში რო იყო რა ქვია. ჩემი ფავორიტი რო გადიოდა ფერიტის მამა რო იყო, ხო იცი? ამ ბოლოს რო დამთავრდა საღამოსი რო გადიოდა ღამე. ფერიტი და სეირანი რო იყვნენ. აი მე რა ქვია, რა იყო მაგინო, ხო ჩემი ფავორიტი არის თქვა. მაგაში რო კაცი გამოდიოდა ფერიტის მამა ვინც იყო, მომღერალია ეგა. რომელი მამა? მამა რომელი იყო აღარ მახსოვს. ეკაციც მომღერალია. ეკაციც მომღერალია და კიდე ვიღაცაზეა მომივარდა მომღერალი. ისიც მომღერალია, ნანა რო გაიტაცა და რაღაცა დაჭყეტილი კაცი რო. ეგეც მომღერალი იყო და კიდე ვიღაცა გამომივარდა მომღერალი. იგენი ვიცი, ხო, ფერიტის მამა. დაჭყეტილი რო არის. ახლა იამანი თავის თავად. იამანი მომღერალია, ისიც მომღერალია ბარანი. ბარანი. ისა ახლა რო გადის? ახლა რა გადის? ის სეირანი კი არა, რა ერქვია იმ გოგოს. ახლა რო გადის 7-ზე რო იწყება, 7-ის ათზე. რა ქვია იმ კინოს? ვაიმე. სიყვარულის კარი? კარიან გორაკებზე იცახი? გორაკზე. ხო, ის ბიჭი მღეროდა. მიკროფონი. ეს მღერის, ხო. მომღერალი, აი მაგაზე ვიძახოდი, ხო. მომღერალიც არის და მოდელიც. ჰალილი. ხო. როგორც მომღერალები არიან შეკა. იამანს ყველაზე კაი სიმღერები აქვს სხვათა შორის. ხო. ჰალილი ბრაჰი ჯეიჰანს. იამანი მართლა მე ესე რო იცის ხტუნო. ხო. ისი ბარანი ცხო მომღერალია, ბარან. ნეტი ბარანი როდისხა დაიწყება. მე რა ვიცი. ისა, ტობა კიდე გადაღებებია იქ რო შეხვდნენ. რა ქვია იმ რაღაც იმაში რო შეხვდნენ მაგ სერიალში. ხო შეხვდნენ ერთად, ხო? ამ სერიალის გადაღებები აღარ არის. ამისი კი არ ვიძახი. იმის გადაღებები მიმდინარეობს. ჰალილის ხო შეხვდა. ხო, აქ შეხვდნენ, ეგ გაერთიანება იყო და იმიტომ. რატო იყო გაერთიანება? ეგრე იციან ხოლმე. ხო და ელემენტარულია ეგრე კარგი სერიალები. აი მაგალითად ზოგი მართლა კარგი სერიალი. აი 9 საათზე დილითაც რო გადის კარგია. დილით რო გადის ის ყველას ჯობია აბსოლუტურად. დილით, ხო, რა ქვია იმ ბიჭს ხე მოუწოდება ახლა იმ ბიჭს როდის დავიმახსოვრე. ქარან. იგოგოს. რა ქვია იგოგოს? აი მე გოგოს რა ქვია? იგოგო იმ ჩოლკაში ვნახე. რა ქვია და მავიწყდა. აუ რა კარგად ითრევენ იმ სცენას. ექსემა ყველგან ცუდრულში. აუ რა გემრიალა თითრევენ. რაღაცა კინოში არ გამოდიოდა, როგორ ბოროტი იყო იქაც. ხო. ბოლოს ხო ყველაფერი ჩაუვარდა იმაში. ეხლა ჩაუვარდა მან. იბით მე იქ სადაც გამოდიოდა, 7 საათზე გადიოდა, მაგის წინ, ჰალილის წინ. ჩაუვარდა ყველაფერი კოზინაცარში. იმ ბიჭს მე ყველაფერი გაახსენდა აბსოლუტურად და ყოფილი მას დაუბრუნდა წოლს. ხო, რაღაცა იყო. და ის დამპალ ქალსაც იმის დედას. სესხარი. ბოროტ ქალს. მე სიტყვა დამპალი რა უბედურება არის. არა იცი რა არის, ბევრი ბოროტიც ხდება მაგ სერიალში ახლა. ახლა დილის 10 საათზე რო გადის კინო, ხო? ძალიან ის არის. აი თან იცი რა არის. ისე ასრულებენ მაგ თავის როლს. ისე ასრულებენ რომ მართლა ბოროტი გონია. ხო, მაგრამ სხვათა შორის კარგათაც გამოსდით. სხვათა შორის შეიძლება არც არიან ბოროტები. არ არიან ბოროტები, მაგრამ ეგ ყველა ვიცით სერიალია, ეგ სიმართლე არ არის, სინამდვილე, მაგრამ მაინც ეცი რა არის ხალხო რა უნდა გითხრა. პერსონალი თუ არა, აი პერსონაჟი ხო არ მოგეწონება თქვა წამყვანი, აი ისა. ბოროტო როლს რო ასრულებს, აი ის გეჯავრება აი თითქოს რაღაცა. ახლა ხო იცი რომ ის რეალობას არაკეთებს და არ არის ეგეთი ადამიანი იმის მიმართ, ვინცთანაც თამაშობს, მაგრამ ახლა ელემენტარული რატო მაინც აი
რო შევხედო ახლო და რომ იმას ქონა მაინც მე გამახსენდება იცი რა არის. სერიალი რომ ხალხმა ხო ყველა მიაწყვილა ერთმანეთთან. სერიალის წყვილები ვიყოფილან. ხო და მაგალითად ის ქალი აი დილით 9 საათზე რო გადის 10 საათზე რო გადის დილით 10 საათზე რო იწევ რა ქვია მაგ კინოს და ერთხელ კაბადოკიაში კაბადოკიაში ხო და ვის მოგწონთ? კაი სერიალია. ის არის რა ქვია ის ბებიაც ის ქალი იმ ბიჭის დედაც მაგარი ის არის რა ბოროტ როცა ასრულებს, მაგრამ მე იმ გოგოს ეხუტება. ხო მე კარგად არის ხო ის არის რა ქვია ემაქსემას კარგად გემრიელად ითრევენ. იმ ქალისგანაც მაგრამ მოხვდება, ქარანისგანაც მოხვდება, იმ გოგოსგანაც მოხვდება და ბოლოს ციხეში წავა. ის ბიჭი გამთავისუფლდება მეორე იმას ეხმარება. სულ 100 სერიაა, მეტი არა თავდება მე. ჯერ დრო არის იქამდე ბოლოსში ირკვევა მე ყველაფერი. უკვე ბოლოს კენოვიც. ეგ არის ცუდი. ბოლოს კენოვიდის მაშინ რო ირკვევა. ხო და ის არის რა ქვია, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო მართლა რა, მართლა. უდანაშაულო გოგოს ამწარებენ რა. მე მგონია იმ ბიჭი ჯერა და არც აჯერა რა. არ ვიცი, რაღაცას ჯერა და არც ჯერა. და ვერც გავიგე, რაღაცას იმ სევაზეც ეძრობს. ხო. პრინციპში იმ ბავშვის დედა საერთოდ გააკრო. ისევა. სემამ გააკრო. ხო. მე მგონია იმას ნახავ იმ ქალის დაწერილი. მე მგონი მოკლა კიდეც. ის დაბლა ქალის დაწერილი რო არის. ქალის წერილსაც იმ წერილსაც ნახავ. დაწერილი რო არის, იმას ნახავენ გიო. რაზე? აი წითლად აქ იმ გოგოს იქ დაბლა. იმაში რაღაცა ცალკე ოთახებია ხო ეგ ვიცი დაბლა ჩასასვლელი. იქ წერია და წერილს ნახავი კიდე იმის რაღაცა წერილს და ის ბიჭი იტყვის თვითონ რა ქვია. ის ძმა არის თუ რა არის რა ვიცი. არის იტყვის ის იტყვის თვითონ ყველაფერს აბსოლუტურად. სემას გამოგავაკეთო. სემას ბრალია. მე მაგას რომ დაიჭერენ. იოსაც დაიჭერენ რა მე. ის არა ჩანს მე რომ ბეგოვინდა. იმას შეცვლიან მგონი. სხვა ვიღაცაა მე. სხვა გამოჩი. ხო და ელემენტარულად ის სიტყვაზე ავიღოთ, აი რატომ უნდა შეასრულო ცუდი. არა, შესრულებით შეიძლება ახლა რეალურობა არის. არა, ახლა ყველა კეთილი ვერ იქნება სერიალში, ხიბლი აღარ იქნება მე. ხო, ნამდვილად იგი მართალია, როგორც ცხოვრებაში ხდება, ზოგი ბოროტია, ზოგი კეთილია, ზოგი მკვლელია და ხო, ეგეთი რაღაცა ხდება ცხოვრებული სეულია, მაგრამ აი რეალობაშიც აი რომ მოვიდეს და ნახო აი თქვათ სიტყვაზე ავიღოთ, რა ვიცი, მე ცხოვრება როგორ გამოტრიალდება, შეიძლება წავიდე თურქეთში და შეიძლება შეხვდე ნებისმიერ დროს რას გაიგებ. ხო, შეიძლება რას გაიგებ ცხოვრება წინ არის და არ იცი როგორ შემოგიტრიალდება ცხოვრება, შეიძლება წახვიდე კი რა თურქეთს გადაცდე იქით ისეთი დრო მოვიდეს. თურქეთს კი არა, შეიძლება იმაში ჩახვიდე რა ქვია, აფრიკაში. ისეთი დრო არის. ხო და ელემენტარული არავინ არ იცის ვის რომ დაგვიმართება, მაგრამ მოგვივა რა დრო მოვა. შეიძლება წავიდეთ იმ თურქეთში და ვნახოთ, მაგრამ აი უცბად რო დავინახავ, ხო? მე ხო ვიცი ის სიბოროტეს როს მაინც გულზე რაღაცნაირად იმას აშვება, ხო, გულზე მოხდება. მოხდება, აი რაღაცა რატომ აი რომელიღაცა სერიალში რო შენ საყვარელი მსახიობი თქვათ მოგწონს ის მსახიობი, შედის საყვარელი მსახიობია და უცბად რაღაცა სერიალში ან ფილმში ბოროტ როლში იმას იზავს რა ქვია. გამოდის და გამოვა. ვაიმე. აი მაგას ვერ ვიტან ყველაზე მეტად. აი მაგალითად შენი საყვარელი მსახიობი რომელიმე სერიალში ან იმაში რა ქვია ფილმში ბოროტ როლში გამოვიდა, უარყოფით როლში, ხო? რაღაცნაირად იმას აშვება, გემართება. ხო, აი გულში და ალბათ რომ დაინახავ იმ პიროვნებას, ალბათ შენ ადამიანს ეგონება რომ აი ფუ როგორი ცუდი როლი შეცივ და ცუდი როლი იმას ქნა რა ქვია. აი რაღაცა ბოროტი უარყოფითი როლი და მაგრამ მაგალითად მე სურათებს და იმებს რო დებენ რა ქვია ხალხო როგორი კარგად იცინია ერთმანეთს ასკდებიან ხოლმე იმას გადავებაზე სიცილით დაიმაშვებიან მაგრამ აი რო ხედავ რომ უარყოფითია ჯავრდება ის ადამიანი აიცი რა აი რატომღაც მეჯავრება უკვე ის ადამიანი იგითია კი მეჯავრება ახლა რომ შემჭამდა ისე იცი რა არის ნერვები მეშლება ის არის დამინდოდა თქვა აი რო არ
მალე რო არ ირკვევა ეგ ნერვებს მის ეგ არის ძალიან ცუდი ხო რა და კიდე იცი რა არის რო გაწელავენ ხოლმე ამ სერიალებს ხო კიდე 70 სეზონზე და რომ მაინც რო არაფერი ირკვევა ნერვებს მიშლის უაზროდ რომ თავდება ხო აი დილ 9 საათზე რო დილით რო გადიოდა ის ორი დედა ვაიმე რა უკუღმართად დამთავრდა მართლა უკუღმართად დამთავრდა კაცი შემოდიოდა იბავში ჩაკეტეს სადღაც ის ბავშვი მოიპარა იმან ის ვიღაცა შედის გადასარჩენად გონი და ისიც იმ ბავშვის მამა და ის ვინც მოიტაცა ის გოგო სადღაც გადავარდებიან ხო რაღაცას ეთქვის ამ ეუბნება ამას რა ქვია ცოც ხო დეიდას იმის დეიდას ბავშვის დეიდას ხო და ის ბავშვიც ბავშვი მოტაცებულია ვიღაცა კაცი შემოდის ფეხებს აჩვენებენ მარტო ფეხსაცმელები ვნახეთ კაცის ხო ყავისფერი ფეხსაცმელები დავიმახსოვრე ხო ყავისფერი ტუფლები აცვია ხო მეტი არაფერი დავიმახსოვრე ფეხსაცმელები ვნახეთ მხოლოდ და სხვა არაფერი რა და გაწყვიტეს მე ის არის რა ქვია წავიკითხე და ურეიტინგობის გამო გაწყდავდა რა ურეიტინგობა მე მგონი თურქეთში ყველაზე ურეიტინგო სერიალი იყო ისა რა ქვია ჩემი აზრით რა ქვია ამ ბოლოს რო გამერ გადიოდა გამერო და ახლა რო დამთავრდა წეგან არა თქვი ჩემი ფავორიტი თუ რაღაცა ეგ იყო ყველაზე ურეიტინგო სერიალი მე რა სერიალი იყო ვერ გაიგებდი რა ხდებოდა აი პირველი სეზონი იმდენად არაფერი და მეორე და მესამე არის იყო ძალიან სისულელე ხო და ის არის იმას არ ქონდა რეიტინგი რა ვარი სერიალი იყო რა კაი სერიალი იყო მართლა რო შეხედავდი და რაღაცას ცხოვრებასთან მიახლოვებული იყო რა ცხოვრების სერიალი ემას მე ვიცი გაწყვიტე შუაზე იმას არ ქონდა რეიტინგი როგორ არა კაი სერიალი იყო მიიღო მორდაქსი მე 2000 დაიწყოს დიდი სემონი ეგ სერიალი იყო ცხოვრებასთან ის არა ქვია უფრო ახლოს სარი ეგ სერიალი ვიდრე დანარჩენები რაც ბევრი გადის დღეს და მაგალითად დილით რო გადის 10 საათზე ისიც კარგი სერიალი აი მართლა მაგასაც ჯობდა ისა ორი დედა ხო ნეტა მისი გადაღება არის მგონი ორი დედა რო არის მის გადაღებული ეს დილით რო გადის ეგეც მაგის ის არის ხო იმიტომ რომ დილით ვერ იმაშვებულა ეგეც მაგის წინ რო ბაჰარი გადიოდა ეგეც მაგათია ბაჰარიც კარ მალე დამთავრდა მაგრამ კაი მარ იყო ძალიან დიდი სერიალი ხო ეგეც კაი კინო ძალიან შვენიერი მე ხო კაი კინო იყო არა აი ძალიან დიდი სერიალი გრძელი სერიალები არის სისულელი ხარხონო რა 3 სეზონი და 4 სეზონი ძალიან სისულელეა ხო და ძალიან მარტო თურქებმა კი არა სიმართლე აი იცი რა არის სიტყვაზე ავიღო გაწყვეტავ დაიწყებენ 2-3 წლის მერე 3 თვის მერე 1 წლის მერე 2 წლის მერე დაიწყებენ ისევე და ვეღარ იგები ბოლოში იქ რა იყო გავიწყდება ის რა ქვია რუსთავიორმა კიდე ორი ინდური სერიალი გაწყვიტა რომ გადიოდა გაწყვიტა შუაზე იმიტომ რომ დასრულებული არ იყო დღემდე გრძელდება მე მგონი იმ სერიალი ერთი სერიალის გადაღება ხო და ეს არ მეყოს და მე კიდე რომ გააგრძელებენ ის წინა სერიები გავიწყდება სროდის გავიწყდება ხო ერთი წლის მეორე მესამე სეზონს დადე ხო და გავიწყდება ორი თვის შემდეგ რომ იმას გავუშვებ რა ქვია სერიალს და 3 თვის შემდეგ და იმაში რომ გაგხსენდება 1 წელში 2 წელში რომ გაგხსენდება გაშვება და გავუშვებ და გავიწყდება მარასიზამს და გავიწყდება ის იმას რა ქვია მერე და გამოუშვებენ ამატებენ ახალ პერსონაჟებს გამოდის ვიღაცეები ვერც იგებ ვინ არის ხო შეერევიან ხოლმე ერთმანეთს ნაცნობი და უცნობი შეერევა ხოლმე ერთმანეთს ის არის რა ქვია რაჯაბსანდალი ხო და უიბოდიში ფეხი და გავიჭიდე ის არის რა ქვია უბრალოდ არ შეიძლება რა არის და აი მართლა რა არის მართლა აი სხვის შვილი რომ დავაიწყდა იამანი როდის გამოდიოდა კი აღარ დავაიწყდა ახლა წინა სერიები რა იყო პირველში და მეორეში გამოდიოდა თუ არ ვთქვი მეორე სეზონში მოკლეს და მე ის გამოვიდა რა ქვია იმენამდენი ვიტირე მეორე სეზონში ფოირასიც კაი მომის იყო მაგარი იყო ისე პირველად რომ გამოჩნდა ფოირას და რომ გადამოასხრიალდა მანქანი გადმოვიდა მანქანი და კაი გემრიელადაც მიჩეკმა აი ეგეთი სერიალები მიყვარს მე გემრიელად რო ჩეკმავენ ერთმანეთს გემრიელად მიასაკლავებენ ხოლმე მისასაკლავებელია ის მიყვარს რა ქვია მე
აი ბოვი ბაკაბუგირო სროლებიც რო არის ხოლმე ბაკაბუგირო აი ძირითადად კრიმინალურ სერიალებში ხოლმე მაგრამ მე კრიმინალურ ამ ბოლო დროს კრიმინალურ სერიალს ვერ დავუდე გული ვერც ერთს მით უმეტეს თურქულს თურქული ის ყველაზე თურქულ სერიალს კრიმინალურ სერიალს მხოლოდ ორს დავუდე გული ერთ ჩუქურს და მეორეს იმას რა ქვია შიგნით ძმას შიგნით ქვია თვითონ მაგ სერიალს მაგრამ ძმა ერქვა ტელევიზიით მაგას დავუდე გული ეხლა კიდე რაღაცა გადის იმეცის სისულელე კრიმინალურია ვითომ იმ თავი ძმა მოკლა იმა და ძმის ადგილზე დადგა ეს იგივე თქვა და მოვარდი ეხლა გადის რაღაც სერიალი და ძმა მოკლა ტყუპები იყვნენ ძმა მოკლა და იმ ტყუპის არის ადგილზე დადგა ხო მოკლა მართალი მოკლა ჩაარტყა რაღაცა ჩაცხო თავში და მოკლა თავში ჩაცხო რაღაც და მოკლა და ის დადგა და როდის უნდა გაირკვეს არ ვიცი და მე კიდე სერიალის სიუჟეტი თუ არ მომეწონა იმას ვერ უყურებ და ბებია ჩემი იძახის ხოლმე თუ პერსონაჟი არ მომეწონაო იმ სერიალს ვერ უყურებო პერსონაჟი კი არ არის ჩემთვის თავარი ჩემთვის არის სიუჟეტი რა იქნება სიუჟეტია ყველაზე მთავარი პერსონაჟიც რა თქმა უნდა მაგრამ სიუჟეტი უფრო მთავარია თუ იმ სიუჟეტში სისულელეა და თავი და ბოლო ვერ გაიგე დონხალი თუა გაკეთებული აჩაფსანდალი რა ვიცი ჩემი აზრით ეგ სერიალი არ არის კარგი აი მაგალითად კორეული დორამები მომწონს კარგია არც ძალიან გაწელილი არ არის და არც ის არ არის აქვია ჩაღლართული ძალიან პირველი კორეული სერიალი იყო ჩემი ისა რა ქვია ჟუმონგი მაგას უყურე პირველად მე მომეწონა და ზოგადად კორეული სერიალები არ არის სამხრეთ კორეული სერიალები არ არის ძალიან გაწელილი და საინტერესოც არის ბევრი აზიური სერიალები ზოგადად არც გაწელილი არის არც არაფერი რა თქვი დედა იმაზე ვიცახ კორეულ სერიალებზე და არ არის გაწელილი თქო მინიმუმ 16 სერიაა. 16 თუ არა, ანუ 20 და ანუ საერთი სერია, მეტი არა. ხო და ახლა მაგალითად დილანდელი სერია მალე დამთავრდება. 100 სერიაა სულ. ხო. დაწყებულა ხალილი. რამდენზე ვარ დედი? 36-ზე ცოტა ხანი და წავიდეთ, თორე დავიბანო და მე მაღაზიაში მინდა წასვლა, აი მე და დავიღალე რა. შევწუხდი, გეფიცები შევწუხდი ყოველდღე მაღაზიაში სიარულით. თუ შენ უბრალოდ წახვედი გიორგი. პური არ მოგიტანი, დღეს რომ მოგიტანა. რომ მოგიტანა აღარ წახვედი. აღარ იყო გუში, არ იყო. არა? არა. მე წამომეღო, თორე აღარ იყო. ძველი პური იყო და ძველი პურის მოტანა კიდე არ მინდა ხოლმე იფხნება. დღეს აღარ დამჭირდებოდა გუშინო წავსულ მომეტანა. ეგრეა ჩვენი საქმე, რა ვიცი. უკვე ითალთაბათ ხან სერიალები განვიხილეთ, ხან რა განვიხილეთ.
ხან ვინ განვიხილეთ მივედ მოედეთ ვიჭორავეთ გავჭორეთ სერიალები რომ მოგეწონება რაღაც სერიალი და რომ გაწელავენ ძალიან ცუდია მე მაგალითად გულს ვეღარ ვდებ ხოლმე ხო მე აღარც მე აღარ მეინტერესებს აღარ მაინტერესებს დიდი რო არის ვე ერთი და იგივე მე ეგ თურქულები რა არის ის არის რა ქვია ეხლა რაც ინდური სერიალები გამოდის ჩინეთის კედელივით არის უარესი კიდე რა ამბავია 2000 3000 4000 5000 სერია რა ჯანდაბა ფანტაზია ნუ თუ როგორ შეჭათ იმათ რა ქვია რეჟისორი ფანტაზია ნუ თუ აღარ გამოელია კიდე სერიალი არის გველი 6 სეზონია და ეხლა მაისის თვიდან გამოდის კიდე ახალი სეზონი მე 7 დედა ნუ თუ ფანტაზია კიდე აქვს კიდე რაღა უნდა მოიგონოს არ ვიცი არ მაგ სერიალს ველოდები მე 7 სეზონს ველოდები იმიტომ რომ დამაინტერესა თავიდან პირველი 2 დიდი ვერაფერი მაგრამ მე-3 მე-4 და მე-5 და მე-6 კარგია მომეწონა ხო და ის არის იცი როგორი სერიალია მაგალითად ქალი გადაიქცევა ხოლმე გველად იმას იზავენ ხოლმე კუც მოაბავენ ხოლმე და გველის ქალის სახე და კული ქალის სახე მაგალითად ის კლანებია ამ გველების კლანებია სხვადასხვა ისინი რა ქვია და დედოფლები რო ყავთ თუ დედოფლები რო ეჭიდებიან ხოლმე ერთმანეთს ეჩხუბებიან ორივეს მოაბავენ კუდებს ის რო არის კენტავრი თუ გინახი ფილმებში ჰა ქართლზასავით ხო მოაბავენ კუდს და იმას ქალის სახე და ტანი აქვს აი აქედან აი ამ ადგილიდან ბოლომდე კუდი აქვს მერე შეუძლია თვითონ გველის თავიც გამოიგას მე წავა ხოლმე ჩხუბი ამ კუდებს იქნევენ წინ და უკან ისე რო ჩხუბონა შეიძლება არა იძახის არა მე ვარ გველების დედოფალი არა მე ვარო გაიძახი ხოცავენ ერთმანეთს მე რა ვიცი და მერე გათხოვდებიან შვილებს გააჩენენ და ისინიც რო გველები გამოდიან ეგ არის საქმე აბა რო გველს გააჩენს აბა მე 4 სეზონში გოგო მაგრა იწია შური ამიტომ რომ იმისი რა ქვია მამის ოჯახმა ის დაუხოცა რა ქვია მშობლები დაუხოცა და შური იწია იმას შევიდა სახლში შევიდა როგორ მამის ოჯახ მამის ოჯახმა მამის ნათესავებმა იმ გოგოს მამის ნათესავებმა გველი მოიყვანა ცურად მაგ გოგოს მამა ხო და მოუკლა მშობლები გლახა ოჯახი ყავდა იმას მშობლები მოუკლეს მაგათთან რძლად შევიდა და ისინი დახოცა მე მგონი სულ თუ არ ვწდები მოდი ახლა გიორგი დავიმშვიდობოთ დედა ხო თან დავიბანო კიდეც წავიდე აბა ჰე და აბა ხო აბა ჰე კარგად იყავით მაგრად იყავით დიდი მადლობა გაიხარეთ ყურებისთვის ყველაფრისთვის საუკეთესო ყოფილიყო გაიხარეთ კიდე გამოიწერეთ კიდე გთხოვთ კიდე გამოიწერეთ იმ გოგოს არხი გეხვეწებით გამოიწერეთ არხი ასევე ჩემი არხის გამოწერეთს არ დაგავიწყდეთ გაიხარეთ მისი არხის გამოიწერეთ აბა ჰე და აბა ხო კარგად იყავით მაგრად იყავით უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის აბა ჰე და აბა ხო კარგად შვიდობიანი საღამო კარგად მაგრად ბაი აბა ჰე წავიდე ახლა აბაზანაში